მოდი, წლები არ გადამიღია ვიდეო ინტერიერის დეტეილინგზე. სახალხოდ ქიმწმენდა რომ ქვია იმას, ხიმჩისკასაც ეძახიან და მოდი გაჩვენებთ ახლა. ხშირად ეძვირებათ ხოლმე ბათუმში ჩვენი ფასი. ახლა თქვენ ხედავთ Subaru Crosstrek-ია 450 ლარი არის სტანდარტული წმენდის ღირებულება, უამრავი ცხოველის ბეწვი იყო და 550 ლარი დავიზრდება ჩვენ მომხმარებელს და ხშირად ეძვირებათ ხოლმე განსაკუთრებით ბათუმში ჩვენთან ინტერიერის დეტეილინგის ფასი. დამიჯერეთ რომ არ არის ძვირი ფასი, იმიტომ რომ ადამიანს ძალიან ბევრი შრომა უწევს და ჩვენ არასდროს ფასდაკლებას არ ვაკეთებთ სტანდარტულ სერვისებზე, აი მაგალითად მარტო წმენდაზე, მარტო პოლირებაზე, იმას თუ ისეთი სერვისი არ დაემატა, რომელსაც კომპანიას აქვს დიდი მოგება და სადაც ნაკლები მოგება და სადაც მუშახელი მუშაობს ჩვენი თანამშრომელი და თანხა უნდა იყოს, ეგეთ სერვისს ახლა არ ვაკლებთ ხოლმე. ასე რომ ფასდაკლებაზე საუბარი იქნება თუ პოლირებას პლუს ნანოკერამიკას დაამატებთ, მე ისიც მინიმალური, ან დამცავ ფირს გადაგავს ეგეთ რაღაცას, სადაც კომპანია შედარებით მაღალი მარჟა აქვს, მაშინ შეიძლება ფასდაკლება, მაგრამ სტანდარტულ სერვისზე გამორიცხული, ამიტომაც ბათუმში კიდე ძალიან უყვართ ვაჭრობა და როცა ვაჭრებიან ხოლმე და არ უკლავთ მომხმარებელი იკარგება. მაგრამ იცოდეთ თქვენ ზუსტად იმ სერვისს იღებთ, რაშიც იხდით თანხას და პლუს იმაზე ბევრად მეტ რა გამოცდილებაც მე მაქვს. ეხლა შეხედეთ, მაგალითად ეხლა ამ სკამს ხედავთ. აი როგორი კოროზირებული არის. მე მინდა რომ კარგად დააკვირდეთ. ამ კოროზიის მოხსნა საერთოდ არ მევალება. თან მით უმეტეს კოროზიის მოხსნა პლუს ღება. ჩვენ ახლა ამას შევღებავთ. ისე რომ მომხმარებელმა საერთოდ არ იცის. ინტერიერის დეტეილინგში, ანუ წმენდაში კოროზიის მოხსნა და შეღება საერთოდ არ შედის. მაგრამ ახლა გული არ წამივარო და უშოთ ესე გავატარო მანქანას და მომხმარებელს მანქანა და გავუკეთებ რა თქმა უნდა. კოროზიას მოხსნა მარტივი კი არ არის. მარტო კი ვერ ზუმფარას კი ვერ გამოიყენებ და გააჩერებ და გააკროპ, ეგრე არ არის. ჭირდება სპეციალური ჟანგის მომხსნელი. მაგალითად ვიურტის, რაღაც საშინელი რუსული სახელი აქვს, ხან ვიმახსოვრებ ხოლმე, ხან არა. პრეაბრაზივატელ რჟავინიოთ რაღაც ესეთი ქვია, ანუ ანტიკოროზიული დამუშავების ხსნარი, რომელსაც გამოყენებას თავის ქიმიური შემადგენლობის ცოდნა ჭირდება. მოკლედ რა, როგორ დაიცვა პროცედურა. რო გითხრათ ახლა რომ ბაბუაჩემი ვიურტი იყო გვარა და იმის გამოგონილია თქო, არა. ეს ცოდნა და გამოცდილება მოდის ჩემი ბავშვობიდან. როცა მე ოფროუდერების მეგობარი ვიყავი და მე ოფროუდერობდი, აი მაშინ ზუსტად გჭირდებოდა ეს რაღაცეები და ესეთი ცოდნა მოდის იქიდან, მე უკვე გადმოვიტანეთ სამსახურში და ძალიან გვადგება ესეთი რაღაცეები. ეხლა შეხედეთ აქ რა ხდება. მოდი აქედან აჩვენე და მე იქედან მოვა. მანქანაში არის ცხოველის ბეწვი და უამრავი რაოდენობის, არა ამქვეყნიურად ბევრი, პლუს ამას არის ძალიან დაბინძურებული. არის ბავშვის, ანუ ჩვილი ბავშვის კვალი, როგორც ფეკალის მხრივ, ასევე პირღებინების კუთხითაც არის რაღაცეები აქ და პლუს კიდევ ხედავთ ცხოველია ნამყოფი და რა ვიცი, რაც კი უბედურება შეიძლება იყოს მანქანაში, ყველაფერი არის. კაბინეტორი მომაწოდე რა. ამ ყველაფრის გაწმენდასაც ცოდნა ჭირდება რომ იცოდეთ რა. ნოხის ამოღებაა საჭირო თუ არ არის ამოღება საჭირო, ყველაფერი უსაფრთხო ჩატარეთ, ამ ყველაფერს ცოდნა ჭირდება. ნებისმიერი ქიმიური შემადგენლობის ხსნარი რომ გასაწმენდად გამოვიყენოთ, აი ამ უბადრუკ პლასტმას, რომელიც რავი რისგან არის დამზადებული, ხო, უსაშინლესი